ჩამოვედი მეგობრებო საქართველოში და აქედან პირდაპირ დრაგზე მივდივარ. ეხა ერთ ზუმე ჩავიდე და ვნახო რა ხდება და რა ამბავია. ესე რომ არ ვისვენებთ, არა, ეგრევე არ ვჩერდებით, ეგრევე მივდივართ. ავედი მოკლედ ეხა ჩემ მეგობრებს შევხვდები გზაზე და ერთად წავალთ ბაიკებით. ესე იგი მეგობრებო, რომ უნდა გადავკვეთილიყავით სადღაცას, ლოკაცია რო ქონდა დათქმული და დავიძარით, გზაში შევხვდით შემთხვევით ერთმანეს და ნახეთ რამდენი მივდივართ ერთად, ღმერთმა გვამრავლოს. ბაიკზე რო სიგნალს არ ვიყენებთ ხოლმე, ეგაა ძალიან გადაობა, რომ ჩვენი სიგნალი არის ნეიტრალის დროს გასის მიცემა. ნუ ნეიტრალია ცეპლენის დროს. და სიგნალს უდრის დაჟე სიგნალზე უკეთესია, მაშინ უგვეცლებიან ხოლმე ავტომობილები. ჩემ წინ ახლა მიდის ახალი S1000 ძალიან ლამაზი და ძალიან მაგარი მოტოციკლეტია. ჩემს ვიდეოებში ზოგჯერ ჩანს ხოლმე სუკარბონის დეტალებით და ხმა რაღაც სასწაული. ვინც არ იცნობთ, გაიცალით მირო ყაზაიშვილი. მომნატრებია ეს ყველაფერი, მომნატრებია, ამდენი მოტოციკლეტის ხმაური, ერთად შეკრება, ერთად დანახვა. რაიდი, აი ძალიან სასიამოვნოა რა. ერთი კვირა არის ბევრი, მე მგონი ერთი კვირა რომ ბაიკის გარეშე იყო. ესე ძალიან ცუდად დავდივართ მოკლედ. ორი ბაიკი მარცხენა ხაზიდან აცრებდა მანქანას, ორი შუაში მიდიოდით და როდესაც მარცხენიდან ჩაულიან, მძღოლები ცდილობდნენ რომ მარჯვნივ გადასულიყვნენ, რომ გაეტარებინათ და ამ დროს ჩვენ მარჯვნიდან მიდიოდი და ჩვენ გვჭყლეტდნენ, ასე ვთქვათ და აი პირადი გამოცდილებით ვიცი რომ ეგრე არ უნდა ვქნათ ხოლმე. როდესაც რამდენიმე ბაიკერი ერთდროულად მივდივართ, ჯობია რომ ერთი ხაზიდან ვიაროთ, რომ მანქანები არ დავაბნიოთ აქეთ-იქით გადმოწევაში და თვითონაც საფრთხეში არ ჩავარდნენ და ჩვენც საფრთხე არ შეგვიქმნან. როდესაც ბევრი ბაიკერი მივდივართ ერთად, არ მიყვარს ხოლმე წინ სიარული. მირჩევნია უკან ვიარო და ვუყურო დავტყვე ამ ბაიკების სილამაზით. ჩემთვის ძალამაზია, პირადად ჩემთვის რავი ეგრე ვფიქრობ, რომ თვითონ მოტოციკლეტი ხო ძალამაზია და როდესაც რაიდერი მართავს იქ დაძურება ავტომობილებს შორის მოსახლეში წვება შეძლებს დაგვარად გვერდულად, ამ ყველაფერს ყურება ჩემთვის ლამაზია და მირჩევნია ბოლო ვიარო, ვუყურო როგორ დადიან, ვიდრე პირველი წავიდე. ცოტა ჩამორჩი და წამოვეციოთ ჯობია. მომენატრა ეს ყველაფერი. აქ უფრო მეტი ხალხი გველოდებოდა, თურმე ნახეთ რა ამბავია, რამდენი ხალხია. უფრო მეტი გველოდება რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ აქ შევიკრიბებით, ვნახავთ ერთმანეთს, ცოტა შევისვენებთ და გავაგრძელებთ გზას. არა იწევდა ბოძიშვილი. კარგად, თავად როგორ ხართ? აი ნახელა შემაგია. დავიზარით რუსავისკენ. ზოგი წინ წავიდა უკვე, აღარც ჩანან, დანარჩენები ეხა მივდივართ და რამოდენიმე ერთი-ორი ბაიკი უკან მოყვება.
წეღან ვინც ვერ დააფიქსირეთ, მაგას შევანელეთ მე მგონი, ისე ჩამიარა მოტოციკლეტმა მე მგონა ვიდექი და ცოტა ძალიან შემეშინდა. რამდენი ხის მერე ამოვიღე ხმა მაგაზეც მიხვდებოდეთ, იმიტომ რომ მანამდე გულს ვეძებდი საწავიდო. ესე დროს სულ მეშინია ხოლმე იმის რომ კამერა არ გაძვრეს, როდესაც უკან მაქვს ჟოხზე დამაგრებული და ხშირად რეალდები ხოლმე რომ გავხედო ადგილზეა თუ არა. ვაუ! რამწარე იყო! რაღაცა ბუზი თუ რაღაც მიმოკვდა ხელზე. ძალიან წარე იყო, მე კი ნახევ. ამიტომ ეკიპირება აუცილებელი. პატარა წერიც კი როგორი მწარე იყო ხელზე და წარმოიდგინეთ კენჭიან რაღაც რომ მოხდეთ. რავი საშინელება. მაგარი ძმა, შეხედეთ, მოტოციკლეთ მიდის და თან ვეღაც მე მგონი მესიჯობს. ხედავთ რა ამბავია, რამდენი ავტომობილი და რამდენი მოტოციკლეტია შეკრებილი, უკვე მოსულები არიან. სამოთხე მეგობრებო, შეხედეთ რამდენი ულამაზესი მოტოციკლეტია. ამ ციტელზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ დანარჩენებიც არ ჩამოვარდებია. აქეთ ნახეთ რა ამბავია და რა ლამაზი ხედია უბრალოდ ამდენი მოტოციკლეტი ერთად რო არის ესე ჩამწკრივებული. ძალიან კაი სანახაობა. ულამაზესები, უსაყვარლესები, ფერადები შეხედეთ. რომელ მოტომოყვარულს არ უნდა აგიჩქარდეთ გული ამ ყველაფრის სანახვაზე. ბევრი ამოიცნობთ ალბათ თქვენს მოტოციკლეტს აქ. ბოლომდე მინდა რომ გავიდე და გათვალიერებინოთ, გაჩვენოთ. ცოტაღა დამრჩა. მინდა რომ ყველა გამოვაჩინოთ. ნახეთ. ძალამაზობა. და მე მგონი ეს ვლადიმერ უდაძე ხომ არ არის შემთხვევით? სალამი. ბარო. რა ხარ? კარგად, შენ როგორ? რატო რა ხდება? მე კაია საგზეთი რა. M1000R. შეხედეთ როგორ გამოიყურება და რა ლამაზია. ერთი შეხედვით ძალიან გავს S1000R-ს, მაგრამ როგორც მითხრა პატრონმა, ვაფშე სულ სხვა რამეა და ძალიან დიდი სხვაობა S1000-სა და M1000R-ს შორის. ძალიან კაი ტიპია. აი აქ ესეთი გარემოა. ველოდებით დაწყებას. ძალიან იცუ საქაურობა. ეხლა გაგაცნობთ ჩვენ დებიუტანტს, პირველად იღებს მონაწილეობას დრაგზე 600-იანებში გამოვა და ნახოთ ერთი როგორი გრძნობით არის ეხლა და როგორი იმედით. რას განიცდი აბა როგორი შეგრძნება პირველად რო იღებ მონაწილეობას და რის იმედი გაქვს ეგაც რომ მითხრა. სალამი. რა ვიცი, ძალიან მოტივირებული ვარ და მაქსიმალურად მოვიმზადე, რაც შემეძლო
ნერვულობითაც არ ნერვულობდა, რა წარმატებას უსურვებ ყველა ჩემ მონაწილეს რა და ვეცდები რომ საპრიზოს მაინც მესამე ადგილს იქნებ გამოვკრა თქვენ. ხო არა და შემდეგს პირველისთვის ეხა ძალიან კარგი წარმატებებს გისურვებ აბა შენისიმე დიდი იმედი მაქვს რომ პირველივე გასვლაზე რაღაცა შენ სათქმელს იტყვი რომ შენეს შეგიძლია. გამოვიწეროთ მეგობრებო არხი და დავეხმაროთ მადლობა. ვითარებაში. აბა წარმატებები. იწყება სიგიჟეები იწყება. ეხლა ძალიან მალე გამოვლენ უკვე და გაჩვენებთ რა ამბავი აქვს და რა ხდება. ემზადებიან შემდეგი მონაწილეები. ხელისთხოვნის ცერემონიალია, ეხლა ხელისთხოვა ინასარიძემ და ყველა ბაიკერი წავიდა ეხლა. რამდენად მოვასწრებს დრონის საფრენას, მაგრამ შევეცდები ულოცავენ ეხლა ძალიან ბედნიერი წუთებია, ძალიან მაგარია. დრაგის დროს გააჩერო ბაიკი და ხელისთხოვა თავის შეუარებულს. ძალიან მაგარი ამბავია. მივიდნენ ბიჭები მისალოსა და აი ესე გამოიყურება ეხლა ეს ყველაფერი. ჩვენი დებიუტანტე მახო ემზადება ეხლა პირველად იღებს მონაწილეობას და წარმომიდგენია ეხლა მის გულში რა ხდება, როგორ ნერვიულობს. ზეღან ვესაუბრე, შევეცადე დამემშვიდებინა და ნახოთ ეხლა რა სიზავს. გავიდა და საკმაოდ დიდი მანძილით გაასწრო. აი ულოცავ პირველ გამარჯვებას. აქ მოემზადნენ უკვე შემდეგი მონაწილეები. ეხლა მახოს ვკითხოთ, აბა როგორი იყო პირველი გავლა და პირველი გამარჯვება. ძალიან დიდი ადრენალინია და ყველაფერი დადებითი ემოციები და რა მაყოფილი ვარ, ჯერჯერობით კარგად მივდივარ და იმედია ესე გავაგრძელე. ძალიან კაი, წარმატებები. ასევე და ჩემს ბაკაც არ ჩემი მეგობარი არის, ჩემი მოწინააღმდეგე და მასაც წარმატებები რა. ძალიან კარგად დაძრა მამუკამ და ძალიან დიდი უპირატესობაც მოიპოვა. რა თქმა უნდა, გაიმარჯვა. ძალიან კარგი გასვლა იყო. აქნა მახომ ჯერ არ ვიცი კარგად დაიძრა, მაგრამ ჯერ ვერ გაში მოიკითხა. მეგონი მახომ გაიმარჯვა. მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყველა ბაიკერი გამოვაჩინო, მაგრამ თუ ვინმეს გარბენი გამომრჩა და ვერ მოვახერხე, მაპატიეთ მეგობრებო. ეს მოტოციკლეტი ალბათ გეცნობათ ჩემ წინა ვიდეოში, დრაგის ვიდეო რო გადავიდე. მარკო პირდებოდა რომ ძალიან მაგარ შედეგს დადებდა და ძალიან კარგ ფორმაში იყო. ნახოთ ახლა როგორი გარბენი ექნება, მისი და ეხმარება და აი რა მაგარი სანახაობა წარმოიდგინეთ როგორ ამხნევებს თავისი და ეხმარება საბურავს უცმენს რომ მოჭიდება უფრო მეტი კონდეს. ემზადებიან ახლა გასასვლელად. ელზამას მობილური მოამზადა რომ ეს კადრები აღბეჭდოს რა თქმა უნდა. და მარკო ელოდება მის მოწინააღმდეგეს. ძალიან დიდი მანძილით გაასწრო.
მოლოდინი მართლა გაამართლა. ძალიან კარგი გარბენი იყო. ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა. და ნახოთ გაიქნება. მე მარკოზე დავდებდი ფსონს. დინამიკა გავიდა წინ. კი, დიდი მანძილით გაასწრო მამუკა. დამაგარია, თავისი დარო ესე მაგრად უდგას გვერდში და ესე ეხმარება. ძალიან კარგად სტარტავს და ძალიან დიდი მანძილით ასწრებს მოწინააღმდეგეს. ეხლა არის ჩემი აზრით ფინალის ტოლფასი გარბენი, იმიტომ რომ ორივე ბაიკი სასწაულად დადის, ძალიან სწრაფები არიან და აი ამათი შეხვედრა არის ეხლა რაღაც საოცრება ალბათ. ძალიან მაგარი იქნება და ერთ სულ მაქვს ეხლა დაიწყო. პირველი შეხვედრა იყო false-start-ი, ანუ წვანე სანავაითებოდა მანამდე დაიძრა თეთრი ბაიკი და ეხლა ემზადებიან თავიდან გარბენისთვის. წევანდელი გარბენი მარკოს წაგება ჩაითვალა, ცოტათი შეასწრეს ფინიშის ხაზთან და ეხლა მეორე გარბენი იქნება უკვე. ნახოთ რას იზავს ეხლა. მამუკა ისე წინ გავიდა და შეასწრებს რა თქმა უნდა. თეთრი ZX6-ით მიშომ გაიმარჯვა ექვსასიანის კლასი, მეორე ადგილი აიღო მამუკამ და ესე დამთავრდა მოკლედ ექვსასიანის კლასი, ეხლა იწყება 1000-იანები და ვემზადებით უკვე. წეღა როგორც აღნიშნე, მარკი ძალიან კარგ ფორმაში იყო და ძალიან კარგი დასტარტვა ჰქონდა, რამდენჯერაც გავიდა, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო წააგო და მოდი პირადად ვკითხოთ და გავესაუბროთ თუ რა მოხდა და რამ განაპირობა მისი წაგება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა, ძალიან კარგად დადიოდი, მაინც გაგასწრეს. მე კი მივხვდი რის გამოც მოხდა, ხმა გავიგე და მივხვდი რაზეშიც იყო საქმე, მაგრამ მაყურებელსაც რომ უთხრათ ორიოდე სიტყვით თუ რა მოხდა და რატო გაგასწრეს ფინიშის ხაზთან. პირველი ორი გარბენი ძალიან მაგარი მქონდა. მეორე გარბენზე კიდე გავაუმჯობესე ჩემი საქართველოს რეკორდის დრო. წინა მქონდა 9.99 და ახლა 9.93. ნუ ორი დღით ადრე მქონდა ავტომატზე 9.85. ნუ ვცდილობდი მაგის დადებას აქაც, მაგრამ ნუ რთული არის ეს აიგეს პირობები შექმნა. ცოტა ტალღიანი გზაა თან აქ და მაგაში ცოტა დანაკარგიც მაქვს. ტობრუაში რაც შეეხება სამწუხაროდ შევხვდი მიშო დორმაზაშვილს ძალიან მინდოდა რომ ფინალში შევხედროდით ერთმანეთს, მაგრამ კვალიფიკაციაზე ვერ მოეჭიდა საბურავი, ცუდი დრო დაწერა ძალიან და ისე განაწილდა ცხელი რომ მოგვიწია ტობრუაში. ნუ მიშოზე სწრაფი ბაიკი მყავს რა, ნუ ვეწები ხო ჩვეულებრივად, ახლა ტექნიკურ მხარეს რო შევადეოთ მოტოციკლეტები, მაგრამ სამწუხაროდ აი სიჩქარე დამიკეტა, არ შემიცვალა პირველ პრაბეგზე და მეორე ანუ 0.1 რომ მქონდა უკვე წაგება, ხო, მეორე გარბენზე ორჯერ ამომიგდო მეორე სიჩქარიდან, ანუ მეორე რომ მივეცი ამოაგდო მეორე და გამინეიტრალა, კიდე ჩავაგდე, კიდე ამოაგდო და ძალიან ცუდი დრო დავწერე და ვეღარ დავეციე ფინალში. ანუ
ცოტა იღბალიც გინდა რა, ასე რომ ვთქვა. მაგრამ მაინც გადამწყვეტ სიტუაციებში ხდება ყოველთვის ესეთი რამ რა, გაუთვალისწინებელი რაღაც. სავარაუდოდ ბევრ რაღაცებს გამოასწორებ ახლა მოტოციკლებზე ტექნიკური მხრივ, რომ ეს აღარ გამიმეორდეს შემდეგ ეტაპზე. შემდეგ ეტაპი იქნება 7 სექტემბერს და მეტი უფრო დალაგებულად და მომზადებულად გამოვათ, რომ ეგეთი სურპრიზები რაღაც გამოვრიცხოთ რა. კი ბატონო, ისეთი კაი გარბენი იყო, თავიდანვე აღვნიშნე, რომ ფინალს უდრი და ეს გარბენი, ეგ უნდა ყოფილიყო ფინალი, ნამდვილად ისეთი კაი შეხვედრა იყო და წეღა რაც აღნიშნე სიჩქარეში გადამირთო ცოტა გვიანო, ხმით მივხვდით უკვე შევატყვეთ ასე ვთქვათ, რომ რაღაც პრობლემა იყო და სამწუხაროდ მოხდა როგორც რაც მოხდა. მაგრამ წარმატებას გისურვებ და ველოდებით 7-ში რომ უკეთეს შედეგს დადებ. აბა წარმატებები. ახალ რეკორდს დავდებ კიდე პლუს. ძალიან როა. წეღან მინდოდა მეკითხა და დამავიწყდა. შენი ბაიკი ძალიან ლამაზად გამოიყურება, ძალიან კარგად ადის და მაინტერესებს რა ხარჯებთან არის ეს ყველაფერი ასოცირებული. ანუ ვინმეს რო ჭირდება მომზადება, ძალიან ძვირი გიჯდება ეს ყველაფერი და ფინანსურად რამდენად შეუძლია დამწყებს რომ ამ ხელა ხარჯი გაწიოს და ესეთ მდგომარეობაში მოიყვანოს თავისი მოტოციკლეტი. ძალიან ასე რომ ვთქვა, პროფესიონალ დონეზე რომ მოამზადო მოტოციკლი, როგორც მე მყავს, რომელიც 4 და 6-ში დადის 100-200 ეს არის მსოფლიო რაღაც დონის ასე ვთქვათ ტოპების დრო არის რა. აი 4 და 6-ში რომ 600-ემ ბაიკმა იაროს. და ჭირდება ძალიან ბევრი ფინანსები და აი გამშვები, შემშვები, აი ნასტროიკა და ძალიან ისეთი კიდე წვირმანი ნიუანსები არის, შიფტერი და რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცაა აიტოში, რაშიდაც ჭირდება ძალიან ბევრი ფინანსები. ამისთვის უღმერთი მადლობა ვისორს, რომელიც გვერდში მიდგას და ამაში მეხმარება ძალიან და შედეგიც გვაქვს რა. ძალიან კარგი, მეც ასევე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სპონსორებს, რადგან ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ამ ყველაფერში. აქ უკვე შევამჩნიე, ბევრი მოტოციკლეტი იყო სხვადასხვა სპონსორების მიერ დაბრენდილი და ძალიან დიდი მადლობა ყველა სპონსორს, რომ ესე გვერდში უდგანან მოტოკულტურის განვითარებას. მადლობა სოკარს, მადლობა ვისელს და დანარჩენ სხვადასხვა კომპანიებს. ძალიან რთულია სპონსორის გარეშე ასე რომ დაიწყო რაღაც და აი ბოლომდე რომ მიხვიდე რა, იმიტომ რომ ერთიანად იმდენი ფინანსებია საჭირო რომ სტოკი მოტოციკლიდან დრაგსტარი ააწყო, ძალიან რთულია. კი ბატონო, გეთანხმები და მადლობა თქვენ. ქუთაისიდან არიან ბიჭები ჩამოსულები და ძალიან კარგად არიან მომზადებული, ძალიან მაგრად უდგანან ერთმანეთს გვერდში და ჩემგან ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს. კახელაძე ნახოთ რას იზავს. ემზადება მამუკა 600-იანის მერე უკვე 100-იანებში მონაწილეობას. გაუწმინდეს საკურავი და ეხა იქნება გარბენი. ნახოთ როგორ წავა. გაუწია, მაგრამ ძალიან კარგი სტარტი იყო, ბევრად წინ გავიდა. და რა თქმა უნდა გაასწრო ასეც არა აქვს დროშის აფრიალების დალოდებას. როგორია უტანელი სიცხეა, ვერ აგიხსენებთ, ვეღარ ვსუნთქა უკვე. ისე ვარ, მაგრამ რას ვზავთ ისეთ სანახაობა, რომ აქ ვერ მოიწყენ ადამიანი და ნებისმიერ სიცხეს აიტან იმ ყველაფრის გამო, რომ ეს ნახო და დატყვი ამ სანახაობას. როცა ძალიან ცხელა, შეგიძლია ესეთი რამე დრონით რო გაგრილდე. ამიცეცათ მე ეგრევე.
გააწევინა და შეასწრო. საფინალო გარბენი. ძალიან კარგად დასტარტა. მაგრამ მე მგონი დაეცია და აი აქ რა მოხდება არ ვიცი ჩემ მიშევა პირველად. გასწრეს მამუკას. ემზადებიან მეორე გარბენისთვის. ძალიან აწია მამუკამ ცხვირი და მაგ დროს სიჩქარე დაკარგა. მეორე ადგილოსანი მამუკა და იქით უკვე ულოცავენ 1000-იანი კლასის გამარჯვებულს. შეხვედრა დამთავრდა, შეჯიბრი და ეხლა გადავდივართ დაჯილდოვების ცერემონიალზე. წავედით. ეხლა დაჯილდოვება გადარჩა და მაგას ალბათ ბევრ სხვადასხვა არხზე იხილავთ თუ როგორ ჩაივლის დაჯილდოვების ცერემონიალი. მე კი სასწრაფოდ გასაქცევი გავხდი და დაგემშვიდობებით ჩემო მეგობრებო. მადლობას გიხდით გულშემატკივრობისთვის, ყურებისთვის და არხის გამოწერისთვის. მომავალ შეხვედრამდე. ახლა კი რუსთავის მოგესალმებით მეგობრებო. ვიცი, ჩემი მაყურებლების 99% მოტომოყვარულები ხართ, მაგრამ დღეს ისეთ ადგილას ვარ და ისეთ სილამაზეები ვნახე, რომ ეს ყველაფერი თქვენთვის რო არ მეჩვენებინა, უბრალოდ არ შემეძლო. ვინც ნამყოფი ხართ მეტეორას მთაზე, უკვე მიხვდებოდით ხედებით თუ სად ვიმყოფები. ვინც ჯერ არ ხართ ნამყოფი, შეგიძლიათ უბრალოდ ჩაუსხდეთ ამ ვიდეოს, პოპკორნი მოიმარაგოთ და აი ამ სილამაზეებით დატკბეთ, რასაც ეხლა გაჩვენებთ. ტარამ! საოცარი ადგილია მართლა ულამაზესი გარემო. არ მეგონა ესეთ ემოციებს თუ გამოიწვევდა ჩემში, მართლა ძალიან მომეწონა და საბერძნეთში ვინც მოხვდებით, გირჩევთ რომ აუცილებლად მოინახულოთ ეს ადგილი. სალონიკიდან არის რამდენიმე საათის გზაზე, 2 საათ ნახევარ 3 საათის გზაზე დაახლოებით. მაგრამ ნამდვილად ღირს აქ ჩამოსვლა და ამ ადგილის ნახვა. მეტეორას მთაზე არის 6 მონასტერი და ეხლა ვდივართ ერთ-ერთ სანახავად, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათში გეტევა და გვინდა რომ მოვასწროთ და ნახოთ რა არის ნახვას მოვასწროთ. ერთი პრობლემა ის არის, რომ შორტებით შემოსვლა არ შეიძლებაო. მე დამოვიწყე შარლ ჩაცმა, შორტებით ვარ წამოსული და ვცდილობ რომ მაქსიმალურად დაბალად ჩავწერო და ბრიჯებით გამოვაჩინო. ხოდა ნახოთ. ძალიან ლამაზი აქ. შემომიშვეს, იმიტომ რომ მუხლს უნდა ფარავდეს შორტიო და მაქსიმალურად ჩავწიე შორტი რაც შეიძლებოდა და მაგიტო შემოვედი. აქ 5 евро ღირს შემოსვლა. ძალიან დაღლილი იმიტომ ძალიან ბევრი კიბი ამოვიარეთ და ეხლა დაგათვალიერებინებთ თუ რა ხდება აქ. ძველად რა ინსტრუმენტებით მუშაობდნენ. აწყვია აქ. ეს რა არის სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. წავედით. ეს ყურძნის საწური.
ძალიან ლამაზია იგი ყველაფერი. ძალიან ცხელა, მაგრამ ძალიან ბევრი ტურისტი არის ჩამოსული და ათვალიერებენ ამ სილამაზეს. როგორი ხედია აქედან ახლა უბრალოდ შეხედეთ რა სილამაზეა და რა ხედია. არჩი კამერაში რამდენად კარგად ჩანს და როგორ აღიქვამთ აქაურობას, მაგრამ საოცარი სილამაზე. ამასობაში 3 საათი გახდა და ეს პირველი მონასტერი, რომელიც ყველაზე მაღალ წერტილშია, დაიკეტა, გამოგვიშვეს. დანარჩენები ზოგი 4-ზე, ზოგი 5-ზე იკეტება და არ ვიცი დღეს შევალთ თუ არა, რადგან ალკიდი გზა ვაპირებთ, მერე წასვლას. და დღეს რო მოვასწროთ ყველაფერი. ნახოთ რა იქნება. საბერძნეთში მოტოკულტურა საკმაოდ განვითარებულია, მოტოვები ძალიან ბევრი დადის, ასე ვთქვათ, ძალიან ხშირი გადასადგილებელი ტრანსპორტია, ხშირად გამოყენებადი და ამ ადგილასაც რა თქმა უნდა ბევრი ბაიკერი ესტუმრა. ძირითადად არის კრუიზერები და მოპედები. საკმაოდ პოპულარულია, მე მგონი BMW GS-ი, რადგან ძალიან ბევრი შეხვდა, მარტო აქ ხა კადრში 1-3 GS-ი ჩანს. უყვართ ხალხს კომფორტი და კომფორტული კრუიზერებით მოგზაურობენ ესეთ გზებზე. ყველა ჩემსავით და ლადოსავით არანორმალური ხო არ იქნება, რომ სპორტ ბაიკით წავიდეს. აშკარად ზოგი სხვა ქვეყნიდან არის ჩამოსული, ნომრებზე ეტყობათ, ზოგი აქაურია. ერთი სპორტ ბაიკით შემხვდა, Yamaha R6-ით არის ამ ლამაზ ადგილას ამოსული ესეთი ლამაზი ბაიკით. ეხლა წამოვედით მეორე მონასტერის ანახავად და შესასვლელი უკვე ძალიან საინტერესოა. მაინტერესებს შიგნით რა იქნება. უბრალოდ ცუდი ის არის, რომ ვიდეოში ვერ აღიქვამთ ამ სილამაზეს, რასაც ეხლა მე ვუყურებ და რაც აქ ხდება. ძალიან ლამაზია, ძალიან უძვს. სარმაზარი მათები გაიქوارი. და მათების თავზე არის მონასტრები. წეღა მიყავით იმ მონასტერთან, რასაც ახლა პირდაპირ ხედავთ და ეხლა გადმოვედით აი აქეთ ამ მონასტერთან სულ არის ესეთი 6 მონასტერი და დღეს არ ვიცი რამდენის ნახვას მოვასწრებთ. იმიტომ რომ ძალიან მალე იკეტება. აი ახლა კიდევ ერთ საგანახებთ აქედან რაც ჩანს. პირდაპირ შედარებით პატარა კლდეზე პატარა მონასტერი. და დანარჩენი 3 საით არის ჯერ ზუსტად არ ვიცი. ახეთ რა სილამაზე. დანარჩენი მონასტრების მონახულება ვერ მოვახერხეთ, რადგან დაიკეტა უკვე და ეხლა გავჩერდით საჭმელად, დავაგემოვნებთ ბერძნულ საკვებს, როგორი იქნება, რა იქნება და გაგიზიარებთ კეთვით, რა გემოები იქნება. ჯერჯერობით ჯერ მხოლოდ ბერძნული სალათი მოვიდა, დანარჩენი ნეკნებს ველოდები. მოვიდა ნეკნები, ნახეთ როგორ გამოიყურება, ნერწულ მამადრა ეხლა ერთს უნდა დავაგემოვნო. ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი და ეხლა დავიძარით უკვე სალონიკისკენ. ჩვენი ფეფენა მანქანა. გავავო. წავედით. პარკინგზე დავტოვეთ მანქანა და ეხლა დავიბრუნდა პარკინგიდან. აი ესე გამოყავთ დატოვებული ავტომობილი.
ქუჩებს რო ვათვალიერებდით, გაგვიწვიმდა ძალიან ცუდი ამინდია, გამოვიდა უცებ მოკლედ და თავი შევაფარეთ ჯეკბეღურას გემს. ხათ ახლა შავი მარგალიტი ვერ არის, მაგრამ ძალიან გადასწორა და ას მთავარია ჯეკბეღურას ფორმა ვისაცაცვი, აი მართლა ძალიან მაგრად გავს და ახლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება. აი ესე გამოიყურება ჩვენი ზურა პოზიორობს ახლა ჯეკბეღურასთან თუ ჯეკი პოზიორობს ზურასთან არის. მადლობაო ჯეკმა რომ შენთან სურათი გადავიღეო. ახლა დავათვალიეროთ რა ხდება შეგნით. აქ რა თქმა უნდა ბარი, კოქტეილები, სასმელები და ასე შემდეგ. 10 евро ღირს კაცზე აქ შემოსვლა. კონცასველი უნდა აიღო მაგ თანხაში და მაგაში შედის მგზავრობაც. ანუ ცალკე მგზავრობის აფასურს არ იხდით. აქვს მეორე სართულით, ამასობაში წვიმომაც გადაიღო. ზე გამოვიდა და ესეც სისხლად ხდება წინ. სალონიკში დიდად არაფრით აღვფთოვანეთ, ამიტომაც ძალიან მალევე გავემზადეთ და წავედით ჰალკიდიკისკენ. ჩამოვედით ჰალკიდიკზე როგორც იქნა. ძალიან დიდი ხანი ვიყავით გზაში, მართლა ძალიან დამღლელი იყო, იმიტომ რომ მოსაწყენი გზა საკმაოდ გზაში არაფერი არ გხდება რომ დაათვალიერო, ან არც მაღაზიები რომ გაჩერდე და შეხვიდე ცოტა ხანი. ეს გზა საკმაოდ გაგვეწელა. ასევე მეტეორადან სალონიკამდე გვხდებოდა ფასიანი გზები, რამდენიმე ადგილას მოგვიწია თანხის გადახდა რომ გაგვევლო გზა და დაახლოებით მეტეორადან სალონიკამდე გამოგვივიდა 10 ევროს გადასახადი. ხოლო სალონიკიდან ჰალკიდიკამდე უკვე უფასო გზაზე ვიარეთ. ეხლა დავისვენებთ და ხვალ დილიდან უკვე ეხლა გაჩვენებთ რომელ აუცშიც ჩავეხეთქები. აი ესე გამოიყურება აქაურობა და ხვალ უფრო კარგად დავათვალიერებ და თქვენს გაჩვენებთ თუ როგორ სასტუმროში ვარ და სად ვიმყოფები. აქეთ აუზის წინ უკვე სანაპირო უნდა იყოს იქით, მაგრამ ეხლა არ ჩანს არაფერი და ხვალ ნახო. ესაც ჩვენი ნომერი ამ წამს შემოვედი და ერთი ფანჯრიდან როგორი ხედი მექნება, მაგრამ ეს როგორ გავაყო, არ ვიცი. აი, გავაღებ და მე გაჩვენებ. და აქ რომ მეგონა ფანჯარა დამხვდებოდა და გარეთ გავიხედებოდი ხედზე, ეგრევე გასასვლელია. დილით როგორც კი გავიღვიძებ, ესე გამოვალ და აუზში ჩავეხეთქები. ძალიან მომენატრა სხვათა შორის აუზი. ხო და აბა ხვალამდე. დილამშვიდობის მეგობრებო, აქ ჯერ დილის 10 საათია და უკვე ისეც ხელა რომ რა ვიწვეს ყველაფერი. უცნაური ის არის რომ დღისით ძალიან მაგრად ცხელა და ღამე ყინავს. ღამე საკმაოდ სიცივეებია. რაც შეეხება აქაურობას და გათვალიერებინებთ ახლა რა და როგორ გამოიყურება ზღვის ნაპირი ახლოს რომ მეგონა კაი მოშორებით ყოფილა სხვათა შორის არ ველოდი ეგრე ძალიან შორს თუ იქნებოდა იმიტომ რომ ზუსტად ლოკაცია არ მქონდა ნანახი სასტუმროსი ღამე ჩამოვედით და რო გავიხედე ახლოს მეგონა მაგრამ კაი დაშორებაზე იყო კიდე მინდა ერთი ფაქტი აღვნიშნო, როდესაც საზღვარგარეთ ვიმყოფები და დავინახავ, რომ ქართველი არის, ქართულ ხმას გავიგებ ან რაღაც, ვცდილობ, რომ მას მივესალმო, გამოვესაუბრო ან რაღაც, რადგან უცხო ქვეყანაში შეიძლება რაღაცები გავუზიაროთ ერთმანეთს, ასე ვთქვათ, რაღაც ინფორმაცია მივაწოდოთ, მაგალითად, სად ღირს წასვლა, რის სინახვა ღირს, რა უნდა გაითვალისწინო და ასე შემდეგ. ურჩიო, კარგი კაფე, კარგი მაღაზია, ან მსგავსი რამ. და როდესაც ვიგებ ხოლმე ქართულ საუბარს, ყოველთვის ვცდილობ მივესალმო. და ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ესეთი რაღაც რომ მაგალითად სადღაცა საუზმეზე ვხედავთ საუბრობთ ჩვენ ქართულად დიდი ხნის განმავლობაში და ერთი ნახევარი საათის მერე ჩვენს გვერდით მჯდომი ხალხი იწყებს ქართულად საუბარს. ანუ რა ვიცი რო გაიგე რომ ქართველები ვიყავ ერთი გამარჯობა გეთქვა რა იქნებოდა. არ ვიცი საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე მსგავსი რამ და თქვენ რას ფიქრობთ? როგორ იქცევით ხოლმე მსგავს შემთხვევაში? ანუ აიგნორებთ ქართველებს თუ ესალმებით. ეგ მაინტერესებდა ძალიან. რაც შეეხება დღევანდელ დღეს,
აუზში ჩავალ, ცოტას გავგრილდები. ცოტა ხანი აქ დავისვენებ და პარასკევს ბრუნდები საქართველოში. კვირას არის დრაგის პირველი ეტაპის გაგრძელება. იმის გამო რომ ვერ დამთავრდა და მინდა რომ ეს ყველაფერი ვნახო და გადავიხო. წავედი. მზის ჩასვლა არის ულამაზესი სანახაობა, მოიცა? სად არის მზე? იქით ყოფილა სადღაც ხეში.